მაშინ რაც გარკვეული დემოკრატიის შირმა ქონდა ჩვენ ხალხმა შენარჩუნებული. და მე მაშინვე დავიწყე იმაზე საუბარი, თუ რა მიზეზით დაიწყო ეს დევნა ჩემს წინააღმდეგ. რეალური მიზეზი ამ დევნის უკან არის საკმაოდ პოლიტიკური და პირადი შურისძიება. პირადი შურისძიება და იქიდან გამომდინარე, რომ მე უარი ვთქვი იმ დროს, იმ დასაწყის დროს ანტიდასავლურ პროპაგანდაზე და იმ ანტიდასავლურ ქმედებებზე, რომელისთვისაც ეს უკვე მთელი ჩვენი მთავრობა, ძალიან ბევრი თქვენი კოლეგა და ძალიან ბევრი ამ პატრიოტული პროკურორის კოლეგა არის დასაცილებული. დღეს უკვე აღარც ერთი საერთაშორისო ინსტიტუტისთვის, აღარც ერთი საქართველოში არსებული თანამდებობრივი ინსტიტუტისთვის სამწუხაროდ სასამართლოს დობა არის ძალიან დაბალ დონეზე. მე პირადად ნული მაქვს მთელი საქართველოს მარსაჯულების სისტემის დობა. თქვენი პირადი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ეხლა ავსნი რა ხო? არ დაშა არც ერთი ინსტიტუტი მოხდა, რომელმაც არ შეაფასა ეს შეკრების საქმე, რომელშიც არ არის არც ერთი მტკიცებული, არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება გარდა ივანიშვილის პირადი შრომისა. არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება ჩემს წინააღმდეგ ამ საქმეში არ არის. შესაბამისად, ეს გასამართლება სრულად პოლიტიკური და შეკვეთილი სამართლის ცხადი მაგალითი არის. ამას დაემატა, როდესაც მე მართლა არ დამიტოვებია საქართველოს ამდენი ორი წლის მანძილზე თითქმის. ხოლო მაშინ გავხდი იძულებული, როცა პირდაპირ მომივიდა ინფორმაცია, რომ ციხეში შენს წამებას აპირებდება. დაგჭირდა ციხეში, რომ პირდაპირ იმერის შობა მას ეთქვა. ზუსტად ამ სიტყვის შედეგად გადავწყვიტე მე ქვეყნის დატოვება და მომიწია დატოვება. და რა მოხდა ამის შემდეგ? თვალეზე თავზე მეშო ჩამოყარებული ორი დღე მატარეს აბუ-დაბიში და დუბაიში, არანაირი ადვოკატის, არანაირი მოსამართლის და არანაირი პროკურორის შეხვედრის უფლების გარეშე და პირდაპირ ძალით შემატიეს თვითმფრინავზე, აიზენა თვითმფრინავზე, სადაც დავხვდა ანდრე იოხანაშვილი და კიდევ რამოდენიმე მაღალ შემოსა. ყველანაირი კანონის დაგროვებით. მე დღეს თქვენს წინაშე ვდრავარ, მუტაციები, მე პატიმარი ამბობ, ტყვენ. მინდა რომ იცოდეთ, ყველანაირი საერთაშორისო კანონმდებლობით. ასე არის. ვითომ რომ მიპოვეს თეთრი მაიკი და თეთრი ფეხსაცმელი სადღაც დინარე გადმოცული, ეს არის სიცრუე. და ამაზე მე გამოძიების დაწყება ამ მუტაციებაზე ვითხოვე ჯერ კიდე 29 მაისს, როდესაც ჩემი სასამართლო სდომა იყო სხვა საქმეზე. და არც ერთი ადამიანი არ დამიტყულა, არც მე არ დამიტყულა, არანაირი არ ჩანაწერი ამოღებულა, არც დასახელებულად დასწრებულად, არანაირი პროცედურა არ გაუტარებია. და შემდგომ უკვე, როცა ჩაომიყვანეს ტყვეობაში, მომიწვეს წამება. ერთ-ერთი ის გოდიშის მოხდა სამხედრო უბრალოდ სამხედრო მოცემულობა სოფეთის საჩივი შესაძლებელი ფარგლებში უბრალოდ საქმეს. და მეორე ეს განმეორებები რაც ვჭრობთ საუბრობს არის გამოძიების საკითხი. შემთხვევაში მეორე შემთხვევაში ანუ არსებობს სამართლებრივი სივრცე, სადაც ეს არის. და გამოიძიეს მე რო არის ეს მაგალითად მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება. ამას იმიტომ რომ სამართლებრივად რადგან საამბულაციო ჯიშების და რეგულაციას ვეხები ის საკითხები რაც ჩავდებულ საუბრობს სხვა აბსოლუტურად სხვა სივრცეში გასახილოს და ისე დაუბრუნდეთ ამ საქმეს არსებობ გარემოებებს სადაც ბუნებრივი ჯობები თავისუფალი არის თავისი უბრალოდ ის გარემოებები გამოძიების საკითხი არის და უბრალოდ სამართლებრივად არის სწორი ჯობებს უბრალოდ ისინი დამოუკიდებლად რეაგირება ექნება რეაგირება აქვს გამოძიებას რაც ნამდვილად მიმდინარეობს სწორები პროცესში მოხდით რომ არის ეს პროკურორის პოზიცია უბრალოდ თქვენ მხარდან არის შეგიძლიათ შემდგომ წამება რომელიც 11 ივლისს საგულდაგულოდ ჩაომიყვანეს დაფიანცეს ქსნის საპრობილიდან საგულდაგულოდ ჩამოიყვანეს ჯალათი პირდაპირ გაიგო არის კამერის კარი დამიწყო გინება ცემა შუშით დამუქრება გამიტეხა თავი ხელი გამიჭრა და მრავალი კიდე სხვა დაზიანებებმა მიღებული. არც კამერები არ წარმოვიდგენია ჩვენთვის არავის შეჯერებით და არც დაზარალებლად არ მაღიარეს. ამ ვაჟბატონის რომელიც ეხა საუბარი შეიძლება კორექტულად. ვაჟბატონის უს არა. არა, გასაგებია. ბატონო, ამ ბატონის ზუსტად კოლეგები, რომლებიც არანაირ ცნობას არ აძლევენ ამ საქმეს.
ერთი არის რომ ვითომ დაიწყეს გამოცდილება, მაგრამ უნდა კამერა ამოიღო, უნდა დაზარალებულად ვსვამ, ვინ არის დაზარალებული აბა. მაშინ მე თუ თავგადახილით არ გავუმყაროს. როდესაც ჭირდებოდა კამერების ამონაღები, საზღვრიდან იქნებოდა თუ საიდან იქნებოდა, რამოდენიმე საათში გამოაკვეთეს. და ჩვენ დღეს არ მითვისების საქმეს კი არ ვიხილავთ, ჩვენ ვიხილავთ გამოძალვის საქმეს, ჩვენ ვიხილავთ ჩემი დატყვევების საქმეს და ჩემი წამების საქმეს. გამოძალვასთან, იმასთან, მითვისებასთან არაფერი არ აქვს საერთო ამ საქმეს. შემდგომ, როდესაც ამას ვამბობდი, რომ მთავრობა ატრიალებდა ამ ყველაფერს ევროპისკენ, ზუსტად 2 წელი სარგასურა, თვეები გავიდა და გამოჩნდა ეს ყველაფერი. დაასამცირეს ყველა, ამის ორივე უფროსი, ამ ბატონის ორივე უფროსი დაასამცირეს. ამ სასამართლოს ხელმძღვანელები და თქვა უბრალოდ თუ არ დაასამცირეს, თუ გლობალური ომის პარტია ეწვის ყველას. შემდეგ არაერთმა საერთაშორისო დამკვირვებელმა, არაერთმა საერთაშორისო იურისტმა, რომელმაც მათ შორის ამიკოსი წარმოადგინა. პირდაპირ თქვა, რომ ამ საქმეს სამართალთან არაფერი არ მოგვიარა, თქვენ თუ ჩახედილი და პირდაპირ მტკიცებულება არც ერთი არ არის. რეალურად ეს არის პოლიტიკურად შეგვეცილი, განხორციელებული პირადი შურისძიება. კლასიკური მაგალითი. თქვენ ჩემზე ასაკუალით გზადებით ალბათ და კარგად გახსოვს ფედრიონის დრო. დღევანდელი სისტემა ამ ბატონის უწყების თამადობით და სამწუხაროდ თქვენი სხვა კოლეგების თამადობით. ზუსტად 21 საუკუნის საქართველოს ფედრიონი არის და ვარ მეფეს გატაცებული, დამწყდებული ნაწამები მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ ივანიშვილმა რამდენადაც ფული გამომძალოს და წამები და წამებამდე 2 დღით ადრე ზუსტად ციხის უფროსმა შემიყვანა კაბინეტში და მითხრა ივანიშვილს გაუხსენდი ხა ყველა შემისაფულეები თქო, თორე ხო იცი რანაირი ხალხის ციხეშია. ეხლა ისევ გადავალ საქმესთან დაკავშირებით, რატომ არ არის ამ საქმეში არანაირი ლოგიკა. საქმის დაწყებამდე ვითომ დანაშაულის ჩადენიდან საქმის დაწყებამდე გავიდა 7 წელი. ესე იგი ადამიანს მილიარდი თურმე მოპარეს და 7 წელი არ იცოდა მენდობოდა. და შემდგომ ამ საქმეს რო იწყებს 7 წლის მერე, ვერც ერთი უთუარი მტკიცებულებით ამას ვერ ამყარებს. ვერც ერთი, გარდა თავისი და თავის თანამშრომლების ჩვენებებისა. უკვე აღარ ვილაპარაკებ, რომ საიას გამჭვირვალობის საქართველოს მიერ ცალკე ჩატარდა შესწავლები და სამართალთან საერთო არაფერი არ უნახეთ ამ საქმეს. სტომები, რა თქმა უნდა, დახურულ რეჟიმში იმართებოდა და ისეთ დახურულ რეჟიმში, რომელიც აწყვეტდა მხოლოდ და მხოლოდ პირადად ივანიშვილს და ეს ცხადი არის. სასამართლო წამართვა საბოლოო სიტყვის უფლება, მე ქვეყანასაც დავასახელებდი და ყველაფერს დავასახელებდი. მე არავინ არ მკითხა, რომ ქვეყანას ხო არ დაასახელებ, არ მოხსენს სიტყვის უფლებასო. მაგრამ სასამართლოს არ აინტერესებდა არც ჩემი პოზიცია, არც ჩემი სიტყვა. სასამართლოს უკვე დღეებით და კვირეებით ადრე ყო და დაწერილი ის განაჩენი და თუ შეხედავთ თვითონ ივანიშვილის ვითომ წარმომადგენელი ადვოკატის, რომელსაც არც აქ ადვოკატის ლიცენზია, გაზეთში ცელ გამოქვეყნებულ ინტერვიუს და თუ შეადარებთ განაჩენს, პირდაპირ ეცილში წერია. თუ გაგვამის ინტერესი. და ამ საქმეში, რადგანაც ივანიშვილი ამბობს, ეგრე სიმართლესთან ოდნავ მაინც ახლოს ყოფილიყო, საუკეთესო შემთხვევაში ეს საქმე იქნებოდა სამოქალაქო საქმე. ივანიშვილი მედავება რომ იყო ვითომ ინვესტორი და ინვესტორებს შორის საქმეს არ იხილავს სისხლის სამართლის საქმე. და შესაბამისად შემდგომ ესე ჩემი გადაცემის ამბავში იყო ჩართული არა მხოლოდ რაღაცა გაგოული ჩtildeონის სტრუქტურები, არამედ სუსი, რომელიც დავასახელე და აიზენა ბორძე, რომელიც ჩემი ნების წინააღმდეგ ჩამტენეს და წარმოუდგენეს თუმცა ჩამოწმდა. ციხეში მოხვედრიდან უკვე გარკვეული დროის შემდეგ, ზუსტად ჩემ წამებამდე პირანახევით ადრე, მე გამიწვდეს ყველანაირი კავშირის უფლება გარე სამყაროსთან. ანუ ჩემ ადვოკატთან გარეკოს უფლება არ აქვს. თითქოს და მოწმეებზე ზეწოლა რო არ მოვახდი, მაგრამ 2 წელი მანამდე გარეთ როდესაც ვიყავი, მაშინ შემეძლო მოწმეებზე ზემოქმედების უფლება, მაგრამ არანაირი მტკიცებულება და ვერცვენანაირს ვერ იპოვებდნენ, რომ მეც ადამიანს ვინმეს ზემოქმედება, მაგრამ მაინც მოსახერხებლად ჩამიკეტეს გარეთწომა, ადვოკატთან ახი გარეკოს უფლება ამიგზავნეს, რატომ? იმიტომ რომ როცა შემოიყვანეს ის ნაძირალად შესაძამებლად, რომ ვერ დამერედა და 63 საათი არ უშობდნენ ადვოკატს შეთან. ის კი არა, სახალხო დამცველთა რაც არ მარეკიებდნენ.
აი მაგაში დასაკ. საავადმყოფოში რომ წამიყვანეს, იმ საავადმყოფოში რომ ჰოსპიტალიზება არ მოეხდინათ, რომ ვითომ ჩემი სიმპტომები არ ენახავ. ჩემი სიმპტომები ამოიღეს ინფორმაციიდან, მე რასაც ვამბობდი ის არ ჩამოწერია და საავადმყოფოდან ხელფერში ხელი აი ესე ამიყვანეს პირდაპირ უარს ვამბობდი წამოსვლაზე და წამომართლეს უკან ციხეში. ამ წამებას დაამატეს არაადამიანური მოპყრობა. და ეს ბატონი ამბობს, რომ თურმე ეს არ აქვს საქმესთან ის კავშირი. როგორ არ აქვს კავშირი? თქვენ თვითონ ამ სამზე როცა აღმოჩნდებით, მე ისაუბრეთ და მე გაიგებთ მასე სხვა ადამიანების კი ბატონო, იგივე ამ სასამართლოსთან დაკავშირებით. 24 ივნისს ჩანიშნეთ ეს სასამართლო და ყველანი რომ მოგავზადეთ და მე რომ გადადეთ და მე ორი დღით ადრე რომ სასწრაფოდ დაგვაფრთხილეთ ისე რომ ჩემი ადვოკატი საზოგადოებრივი ყოფებოდა და ჩამოსვლა მოუწია და ვერც კი შეხვდა ესე მოუწია აკუზა რა ის იყო ამისათვის ანუ ესე ეგ საერთოდ გაუგებარი იყო მოგვეცით დრო რომ ჩვეულებრივ მომზადოთ პროცესს და ადამიანები თბილისში იყოს ხო უკვე ამ სასამართლოსთან გადავ ზოგადად მინდა გითხრათ რომ არც ერთ ეტაპზე ჩემს მიმართ სამართალი არ განხორციელებულა ბატონმა კარგად ახსენა რომ ევროპული სასამართლოს ის არის რომ ერთ-ერთი გადაწყვეტილება რომ სასამართლო სამართლის პროცესიც უნდა მიმდინარეობდეს და სამართალიც უნდა იქცეუდეს. ჩემს შემთხვევაში არც ერთი არ არის მიღწეული. მიდის პირდაპირ გამომძალვა და ესენი არიან გამომძალველი მხედრიონელის პირდაპირ წარმომადგენლები. ძალიან დიდი თხოვნანა ექნება თქვენთან. ნუ გახდებით ამ გამომძალველი, ამ დანაშაულებრივი მანქანის იარაღი ხელში. რომ კიდევ ერთხელ ვამბობ და მეც უკვე დანარჩენ საქმესთან დაკავშირებით ვისაუბრებ როდესაც ის იქ მოვსამთქი კითხავთ მაძლევთ მე დაკითხვის უფლებას თუ რაღაცები არის რაც იქ უნდა ვთქვა და თუ არ მაძლევთ უფლებას შესაბამისად ეხლა მომიწევს იო თქვენ წამანძალი მაგ თქვენ გაფრთხილებები შესაბამისად შესაბამისად არის საქმესთან დაკავშირებით დასკვნით